2 მარტს ყველიერის კვირის დასასრულს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულა, რომელზეც შენდობის ლოცვები წაიკითხეს. ამ დღეს ყველა ქრისტიანი განსაკუთრებული სინანულითა და თავმდაბლობით ხვდება. შენდობის წესის აღსრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შენდობა ითხოვა. რაც მე ჩემი თავი მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი. ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა და მოუწოდა მრევლს, შეუნდონ ერთმანეთს ყოველგვარი წყენა და დანაშაული. სახელითა მამისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ერთად ვთქვათ მეუფეო ზესათაო ლუგეშირის სემელო სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსა მეახავსებ მადით და შენითა საუნჯეო კეთილთაო მომლიჭებელო წყალისა მომედა და ემკვიდრე ჩვენ შორის წმინდა ყველჩეყოლისა მოგდისისა და აცხობლე სახიერი სუნჯიშვი. ამინ. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიათი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გულითა, გონებითა, სულიერი ძალითა რომ შეგვინდოს ჩვენ შეცვლებოდი ჩვენი ნებსითნი და უნებლიეთნი შეგვინდოს და გვაპატიოს შეცვლებოდი ჩვენი ვინ არის ადამიანი რას წარმოადგენთ ჩვენ პირველეს ყოვლისა შექმნილია ხატად ღვთისა და მსგავსად ღვთისა. მაგრამ ამავე დროს დავით მეფე წინასწარმეტყველი ამბობს ყოველი კაცი ცრუ არს მოშ სად არის ჩვენი ხსნა სად ვეძებოთ სიწმინდეს ისე უფალთან ისე მის მოწყალე გულთან ადამიანი წინააღმდეგობებით სავსეა ადამიანი დღეს აკეთებს სიკეთეს ხვალბოროტებას ადამიანს დღეს უყვარს ხვალს ძულს მაგრამ ადამიანი არის უსაყვარელესი ქმნილება ღვთისა და ადამიანს არტოვებს უფალი მომიტევე ჩვენ თანანადებლი ჩვენი
ვითარცა ჩვენ მიუტევთ თანამდებთა მოჩვენთა ესე იგი მოგვიტევეთ ჩვენ ვალი ჩვენი თანანადები ჩვენი ვალი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ღვთის წინაშე ვითარცა ჩვენ მიუტევეთ თანამდებთა მოჩვენთა როგორც ჩვენ მიუტევთ მევალეთა ჩვენთა და ბედნიერია ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მიუტევოს მაგრამ ხდება ის რაც ძნელი ასატანია შენ მიუტევებ ის არ მოგიტევებს შენ სიკეთეს უკეთებ ის მოროტებას გიკეთებს ამ შემთხვევაში რა ეშველება ადამიანს ისევ შენდობა ისევ ღვთის წინაშე ქედის მოდრეკვა ისევ თხოვნა ძალიან რთულია პიროვნება საერთოდ ადამიანი შეიძლება ითქვას რომ აუხსნელია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ადამიანი მაინც რჩება ხატება ღვთისა აი როგორც ძვირფასი ბრილიანტი რომელიც ჩავარდება ტალახში მაგრამ გაიწმინდება და ისევ ძვირფასი ბრილიანტია აი ასეა ადამიანი ძალიან ხშირი შემთხვევა როცა ჩვენ ვიკეთებთ სიკეთეს და ის გიკეთებს მოროტებას ძალიან ხშირი შემთხვევა როცა ადამიანს ძალა არ აქვს რომ მიუტევოს იმიტომ რომ მრავალჯერ მიუტევა და შედეგი არ ჰქონდა ძალიან ხშირი შემთხვევა როცა ხედავ ადამიანი იღუპება ადამიანი დგას დაღუპვის გზაზე შენ უწვდი ხელს და ის კი უარს გეუბნება მაგრამ მაინც უნდა გაუწოდო ხელი მაინც უნდა უშველო და ღმერთი შევგიშველოს აი დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისე დროს როცა ხშირ შემთხვევაში მოროტება მეტობს სიკეთეზე მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვართ ქმნილება ღვთისა და საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს სიკეთე მეტობს
ამიტომაა რომ თქვა დიდმა პოეტმა როცა ძლია კეთილმა არსება მისი გრძელია აი დღეს ვოროტება თითქოს მეტობს მაგრამ ეს გარეგნულად ეს ჩვენ ვფიქრობ ჩვენ გონია რომ მეტობს სინამდვილეში სიკეთე უფევს უფალი სუფევს და უფალი ძლევს ვოროტებას და აი დღეს როცა ჩვენ ვდებით მარხვას ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ უფალო ჩვენ ყველაფერი იცი როგორც პეტრე გასუხობს მაცხოვარს შენ ყოველი იცი ყოველი უწყი რამე თუ მიყვარს შენ აი ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ უფალო შენი ხვილება ადამიანი შენ ყველაფერი იცი ჩვენი კარგი და ცუდი შენ იცი რომ შენს გარეშე სხვა მშვენელი ჩვენი არავინა და შევთხოვთ მუხლმოდრეხილი შევთხოვთ სრფელი გულით შევთხოვთ შეგვიდე ჩვენ შეცოდებადი ჩვენი ნებსით მიდამობრიეთ და აი დღეს ამ შედობის დღეს ყოველმა ჩვენთანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში და დაინახოს თავისი ცოდვები და სწავლოს უფალს შემდგომ. მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს, რაც მახსოვს ჩემი თავი, მე მახსოვს ჩემი ცოდვები. და შევთხოვ უფალს და შევთხოვთ თქვენ მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო შემინდეთ მე შეცოდებადი ჩემი ნებსით მიდაუნებლიეთ ამენ შეგინდოთ ღმერთმა შეგინდო თქვენ და სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა ყოველი ცოდვანი თქვენი ნებსით დაუნებლიეთნი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენ ვაღიარებთ წინაშე ღვთისა ცოდვათა ჩვენთა და ყოველმა ჩვენთაგანმა
სიმდაბლითა აღიაროს ცოდვადი თვისი და სხოს უფალსა შენდობაი ცოდვათა ჩვენთან დაუსაბამო და დაუსრულებელი უხილავ და მიუწვდომელი უძველო მოწყალიო სიყვარულო და სასოებაო ჩვენო წმინდაო უფალო საბაოთ შემოქმედოთ სათა და ქვეყნისათა დიდება შენგა ძე ღვთისაო უფალო იესო ქრისტე თანაარსო და თანასწორო მამისაო სიტყვაო მამისაგან მხოლოდ შობილო ჩვენთვის განკაცებულო ჯვარცმულო დრეთით აღდგომილო და ამაღლებულო წყალობით გამკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო დიდება შენდა სულო წმინდაო უფალო მამისაგან გამომავალო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსე ბაგლითა შეგითა უძლურთა მკურნალო და ნაკლებიანთა აღმავსებელო დიდება შენდა ჰოი ყოვლა წმინდაო სამებაო ერთ არსებაო განუყოფელო ერთ ღვთაებით თაყვანისმცემულო არსთა გონგებელო დიდება შენგა შენ გიგალობთ შენ გაკურთხებთ შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო ყოვლა წმინდაო სამებაო რომელსა გაქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა შევივრდებით უხმარნი მონანი და მხევალნი შენი სრულიად საქართველო ყოველნი ქართველნი და სხვათა წინაპართა სახელით გევედრებით მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა წინაშე შენსა მოვიდრეხთ მუხტა სულისა და ხორცთა ჩვენთასა და აღიარებთ უზრუნველებათა ჩვენთა და გთხოვთ მოწყალებით შეგვიდევ ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალი ცოდველი ჩვენი მიუდევეერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამიანისა ამ პერსტავნება ქედმაღალი ვიყავით და ვართ ვითარსად ცოდვილი
ცარიელი თავთავი პურისანი და მარად მივიწყებთ წყალობასა ბრძენისა სოლომონისასა ამ პარტავალთა შემოსრავს ღმერთი ხოლო დაბალთა მოსცემს ნადსა დაღუპვას წინ უსწრებს ამ პარტავლება დაცემას ხედმაღლობა უფალო განკვირნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ უფალო შეგვინდე და ვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება ეკლესიების შევარაცხყოფა სასულიერო პირთა და ბერმონოზონთა ამცირება ვაპატიე ღმერთო სამშობლოს ღალატი და ორგულობა კაცთა კულა ძმათა სისხლის ღრა დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა დიდად გსვადავთ უფალო რუშებითა მეუღლისა და ოჯახის ღალატითა მეზაობითა გსვადავთ უფალო მშობლების მიმართ უპატივცემლებითა შეურაცხყოფითა და გულგრილობით დავივიწყეთ ვაფრთხილება რომ ეულია დედმამის მაგინებელი სერია ბიბლიაში სოდეთ უფროსების დამცირებითა განკითხვითა გარდაცვალებულებისა გულაცველებითა ვადა ლაშრომთა და დაღმატებითა ნაღვაწთა სოდეთ არაწმინდა ფიქრებით ცილის სამებით შურით მეგობართა მიმართ ღალატით შფოთით რისხანებით შურისძიებით სხვის სახელებისა მიტაცებით სიფარულით გურდობით ზალადობით ირმტკიცებით და
მომხეჭანობით შეგვინდე გვაპატიო უპალო ლოთობა ნარკომანია ტრობა და გვარზი სხვისი ნაკლისა და ცოდნების განკითხვა ეგოიზმი შემოწმოყვარეობა პატივმოყვარეობა წევა ლახახთა განკითხაობა ღმერთო მოწყალეო სოდეთ სოდეთ უსახურობით გაზარებით და სხვათა სოდვათა ჩვენთა ჩვენსა უფალო შენთა დაბალთა საფურთა სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათა შეგვინდე მივირსი მსახურება ჩვენი და შეგვინდე ცოდვადი ჩვენი შეგვიწყალენ და ვაცხობდნენ ჩვენ უფალო ой უფალო მუხმოდრეთული გევედრებით ჩვენთა წინაპართა სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთას სახელით ვიდრთა საქართველოს სამშობლოს საზღვრს გარეთ ყოფთა ჩვენთა სულიერთა შვილთა სახელით შეგცოდეთ შეგთხოვთ მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალებითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცენო ჟულოებანი ჩვენი ვასხურენ უსუპითა სპედაკლეთ შეახე ყოვლა წმინდისა შენისა სულსა და ხორსა გულსა და ღონებასა ჩვენსა და გავხსნიდე ჩვენ წყევსო კეთილო რომელმან გზარდე წურთნე წელთნი ათასეული და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად ვიხსენ ათსა ვოხედე წყალობითა შენითა შეჭირებული გევედრებით აღადგინე და განამტკიცე საზღვრები საქართველოისადმი დავაცე მამული ჩვენი და ყოველი მკვირვი მასშინო მტერნი და ბრძოლი ჩვენი მოყვარად მოაქციე სოდათა ჩვენთა ზღვა
უზნურარს და განთქმასა ვიხადის მაგრამ შენზე და მონდაბილდი უკანა სასოებთ რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი მეწამული რომ იყოს შენი ცოდვები თოვლით ხარვასპეტაკლე ჭიაფერივით წითელი რომ იყოს მატკრივით მატკვის ფიტილესავით აქციო იგი ფიდრნო იმერისავო ხავებულარს ხარი სინანულისა შევიდეთ მასშინა შევინანოთ შეწოდებადი ჩვენი რათა მიერ გამოვიდეთ წმინდანი ხორცითა და განათლებული სულითა უფალო ჩვენო გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარება ესე ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმინდისა დედოფლისა ჩვენი საღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა შენთა და ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანესი გიორგისა და ყოველთა წმინდათა და გვაცხობდნენ ჩვენ და სრულიად საქართველო სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ ამინ ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ყოველი შეწოდებანი თქვენი ნებსითი და უნებლიეთი სახელითა მამისათა და ძესათა და წმინდისა სულისათა ამინ შევიწყდეთ დღევანდელ დღიდან იწყება დიდი მარხვა, რომელიც დამთავრდება დიდი ბრწყინვალე აღდგომით 20 აპრილს. მე ვუსურებ სრულიად საქართველოს ერს, ბერს, რომ კეთილად შეასრულოს ეს მარხვა. უპირველეს ყოვლისა შეხვდეს აღასრულოს ეს მარხვა სულიერი სიმშვიდით. აღასრულოს ის ლოცვითი კანონები და უპირველეს ყოვლისა თავისი შემოსრული და თავდაბალი გულით გამოხატოს სიყვარული უფლის მიმართ და რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლოს მიმართ. გისურვებთ რომ გამარჯვებული შევხვდეთ და აგვენიშნოს ბრწყინვალე აღდგომა. ბედნიერი აღდგომა გაგითონოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. გაიხარეთ.